კოლიერს ჯორჯიას შემდეგ ბოლო თვეების განმავლობაში უძრავი ქონების მოთხოვნის შემცირებაზე წერს გალტენ ტაგარტიც, როგორც საინვესტიციო ბანკის განახლებულ მიმოხილვაშია ნათქვამი, აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 9.3%-ით შემცირდა, რაც რაოდენობაში 3552 ბინით გამოიხატა. შემცირება განსაკუთრებით საგრძნობია მეორად ბაზარზე, სადაც წლიური კლება დაახლოებით 15%-ის ფარგლებშია 14.6%, მაშინ როცა პირველად ბაზარზე მაჩვენებელი მხოლოდ 1.7%-ით არის შემცირებული. გასაყიდ ბინებზე მოთხოვნის კლების მთავარ მიზეზად მიჩნეულია ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიგრანტების მხრიდან ქირაზე მოთხოვნა შემცირდა. ამის მიზეზი თავის მხრივ გახლავთ ის, რომ ნაწილმა ბინა უკვე შეიძინა, ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა. შესაბამისად, რადგან უძრავ ქონებაზე როგორც ინვესტიციაზე მოთხოვნა იკლო გაყიდვების მაჩვენებლებმაც. ეს ეხება თბილისის ყველა უბანს, განსაკუთრებული კლება 52%-იანი მაჩვენებლით ვაკეში და 62%-იანი მაჩვენებლით ვაშლიჯვარში. გამონაკლისის სახით გალტის მიმოხილვაში დასახელებულია დიდი დიღომი, სადაც წლიური ზრდა თითქმის 18%-ის ფარგლებშია და ნაძალადევი, სადაც 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით გაყიდვები გაზრდილია 26.6%-ით. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები გაყიდვებში მაგალითად ის, რომ საშუალო ზომის ბინები კვლავ მოთხოვნაშია და ეს არის 51-დან 80 კვადრატულ მეტრამდე და საშუალო მაღალი კლასის სეგმენტის წილი იზრდება, ეს არის $800-დან დაახლოებით 1800-მდე. ეს ბოლო განახლებაშიც უცვლელი დარჩა და ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ საშუალო მაღალი კლასის სეგმენტის წილის ზრდა დაკავშირებულია ფასის ზრდასთან, რომელიც იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა მცირდება, პირველად კვლავ მაღალ ნიშნულს ერჩება პირველად ბაზარზე, რასაც ასევე ხელს უწყობს დეველოპერების მხრიდან გადახდის მოქნილი სქემების შეთავაზებას. რაც შეეხება მეორად ბინებს, ანუ ძველ აშენებულ ბინებს, აქტიურად ფასი მცირედ კლებას აჩვენებს. გალტი წერს, რომ 2022 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ფიქსირდება შემდეგი ზრდის ტემპები პროექტების ტიპების მიხედვით. პირველადი ბაზრის პროექტების ზრდა არის თითქმის 40%, 39.4%, მეორადი ბაზრის ახალი პროექტები, ანუ ახალ აშენებულ ბინებში მეორად გაყიდვები. ამ შემთხვევაში ფასის ზრდა არის 23.7% და მეორადი ბაზრის ძველი პროექტები ზრდად 15%-ის ფარგლებში მერყეობს. 2023 წლის აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო მოცულობამ შეადგინა $257 მილიონ ამერიკულ დოლარზე, ცოტა მეტი, რაც წლიურად 9.7%-იანი ზრდა იყო და ძირითადად ეს ყველაფერი იხსნება პირველადი ბაზრის ზომის მნიშვნელოვანი ზრდით +28.5%-ია წელს წელთან თუ შევადარებთ. რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს, 2023 წლის პირველ 8 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 48.7%-ით გაიზარდა, რაც შესაბამისობაშია 2020 წლიდან არსებული ზრდის ტენდენციებთან. აღსანიშნავია, რომ გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობას უფრო ნელი ზრდის ტემპი ჰქონდა, ვიდრე საცხოვრებელ ფართებს, რაც მიუთითებს დაგეგმილი პროექტების გაზრდილ ზომებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბევრი დეველოპერი უკვე დაინტერესებულია უფრო მსხვილი საცხოვრებელი პროექტების მშენებლობით, რაც გულისხმობს რამდენიმე კორპუსის ან ზოგ შემთხვევაში მთლიანი კომპლექსის ან უბნის მშენებლობასაც კი. ბოლო სექსტატის მონაცემებსაც თუ მოვიშველიებთ, იანვარ-ივნისში მშენებლობა 5059 მშენებლობის 5059 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით 9% არის შემცირებული, თუმცა სამშენებლო ფართის ნაწილში ეს რიცხვი გაზრდილია 25.4%-ით და 1,996,000 კვადრატულ მეტრში ადგეს. ნებართვების თითქმის 74% ტრადიციულად ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, პირველ ადგილს ისევ და ისევ თბილისი იკავებს, რეიტინგში კი მას მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი მოჰყვებიან. ბაზარზე ჭარბი მიწოდების მიუხედავად, რომელიც ამ გაცემული ნებართვებიდან გამომდინარე მომდევნო წლებში კიდევ უფრო საგრძნობი იქნება, კვლევით ორგანიზაციებში არ პროგნოზირებენ, რომ ბაზარზე ეგრეთ წოდებული ფინანსური ბუშტის რისკები არსებობს. მაგალითად, კოლიერს ჯორჯიაში ფიქრობენ, რომ თუკი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის ზრდა არ იქნება, ამას ჩაანაცვლებენ საერთაშორისო მყიდველები, ისე როგორც ეს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზეა, სადაც გაყიდული ბინების 40% და აქედან ნახევარი რუსებზე მოდის, თუმცა არიან უცხოელები, მათ შორის ევროპელები, პოლონეთიდან
და ასე შემდეგ. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიაში ამბობენ, რომ მიუხედავად გაორმაგებული მიწოდებისა, ბაზარზე აუთვისებელი გასაყიდი ბინები არ არსებობს, მთავარი კონკურენცია კი ძველ ბინებს გაუწია ახალმა პროექტებმა. ეს ყველაფერი კი ალბათ იმის ვარაუდის საფუძველსაც იძლევა, რომ სამომავლოდ ძველი ბინების ფასის კლება კიდევ უფრო საგრძნობი იქნება. როცა კლებაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ასპექტი. მონაცემებს ვადარებთ 2022 წლის მაჩვენებელს, რომელიც თავის მხრივ იყო რეკორდული კი ნიშნავს იმას, რომ თუ კი წლიურად 2022 წლამდე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდებოდა 10%-ის ფარგლებში, 2022 წელს გაიზარდა 24%. დღეს როცა ვამბობთ, რომ მცირედი კლებაა ბოლო თვეებში, ეს ნიშნავს, რომ კლებაა რეკორდულ 2022-თან შედარებით, თუმცა ზრდა კვლავ საგრძნობია გასულ 2021 წელთან შედარებით. წლიურ ტრანზაქციებსაც რომ ჩავხედოთ, აგვისტოს ჩათვლით თბილისში იყო 27000 ტრანზაქცია, მაშინ როცა 2022-ში იყო 28000 ტრანზაქცია და შედარებისთვის 2021-ში 22-23000-ის ფარგლებში, ანუ დაახლოებით 4-5000-ის ფარგლებში წელსაც აჭარბებს ეს მაჩვენებლები. ანუ ბაზარი ჯანსაღია და სწორედ ამის გათვალისწინებით პროფილურ კომპანიებში ამბობენ, რომ არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ფასი კლებას დაიწყებს. ერთადერთი რაც ბაზარზე ბოლო თვეებში მოხდა, არის ფასის დასტაბილურება, თუ გასულ თვეებში და გასულ წელს ბინის ღირებულება სულ იზრდებოდა, ახლა უკვე ზრდის ტემპი გაჩერდა. დაახლოებით ანალოგიურ სურათზე საუბრობენ აჭარის შემთხვევაშიც, იქაც კლება მოთხოვნისა და ფასის ნაწილში, თუმცა ამის ასახვა ოფიციალურ დოკუმენტაციებში და კვლევებში მხოლოდ იმის გამო არ მომხდარა, რომ ზაფხულის თვეებში კონკრეტულმა დეველოპერებმა მაღალფასიანი კომპლექსის გაყიდვები ერთიანად აღრიცხა, რამაც ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე საშუალო ფასზე გავლენა მოახდინა. სავარაუდოა, რომ ფასის და ტრანზაქციების კლება უფრო საგრძნობი მომდევნო განახლებებში შეგვხვდება.